სტუმარი უნდა შემოგვიერთდეს ახლა პირდაპირ ეთერში ანა დოლიძე პარტია ხალხისთვის თავმჯდომარე შემოგვიერთდება ახლა რამდენიმე წამში სტუდიაში და მასთან ერთად ვისაუბრებთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით აი ანას ვხედავ უკვე მოდის ჩემკენ მოგესალმები ანა მადლობა იმისთვის რომ გვითმობ დროს და იღებ გადაცემაში მონაწილეობას ანა თქვენ არჩევნებში არ იღებდით მონაწილეობას არ ვიცი მე მგონი არც ხმის მისაცემად არ ვიცი არ წასულხართ კი ბატონო მაგრამ იყავით რუსთაველის გამზირზე გითხარით აი თქვენი თვალით დანახული 4 ოქტომბერი ერთი მხრივ დაანონსებული რევოლუცია და მეორე მხრივ არჩევნები და მოდი ორივე შედეგები შევაფასოთ რევოლუციისაც რომელიც ვერ მოხდა სამწუხაროდ და არჩევნები, რომელმაც ის შედეგები აჩვენა, რაც გვაჩვენა. კი ბატონო, მოგახსენეთ, მოგესალმებით ანა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველ რიგში მაგას გავშლი, იმიტომ რომ ჩვენს წინაშე არის ახლა 3 ველი, არა 2. არჩევნებში მონაწილეობის ველი და შემადგენლობა თავისი პარტიებით, რევოლუციის მშვიდობიანი დამხობის შემადგენლობა და არაძალადობრივი წინააღმდეგობის შეურიგებლობის შემადგენლობა, რომელსაც მივეკუთვნები მე. აქ 2 ველი არ არის, 3 ველია. აქედან ჩამოვთვალოთ მშვიდობიანი დამხობაზე ჩვენ ძალიან ბევრი საუბარი გქონდა მანამდე. აქაც თქვი თქვენთან რომ აქ მქონდა მე ზუსტად 2 საკითხი, 2 თემა. მანამ სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა. აი ამ იდეასთან მიმართებაში. ჯერ ეს ერთი აუცილებელი იყო ბევრად მეტი მსჯელობა, დისკუსია, სცენარების გაშლა. ხომ მართალი აღმოჩნდი, რომ სცენარების გაშლა ამ შემთხვევაში რა მოხდება ბეს შემთხვევაში ეს ყველაფერი ყოფილა აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ყველაფერი არ მოხდა, ვიხა ხედავთ ძალიან კარგად აი ეს კითხვები, რომელიც დღეს არის დასმული, ეს უნდა დასმული იყო მანამდე და ამის სივრცე უნდა ყოფილიყო თვითონ ორგანიზატორების და მხარდამჭერების მხრიდან. ეს დოკუმენტი მე როგორც არაქომაგმა და არაორგანიზატორმა გამოვაქვეყნე ჩემს YouTube არხზე. ეს არ იყო, ეხლა მეორე კიდევ აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი, რა ტიპის საზოგადოებას ვაშენებთ ჩვენ. ანუ თუ ჩვენ ყველანი ვიბრძვით ცვლილებისთვის და არ გვინდა ეს ქართული ოცნება. ხო არ უნდა ვაშენებდეთ ისეთ საზოგადოებას, სადაც კითხვას რო დასვა მეორე მხრიდან, რატო სვა ამ კითხვას ჩაქუჩი წამოვა, ხო? ჩვენ ეს ვნახეთ წინა დღეებში თავად ორგანიზატორების მხრიდან, მათი კომაგების მხრიდან, რომ ვინც დასვავდა რაღაცა კითხვის ნიშანს, რომ აბა ეს როგორ, იქიდან მოდიოდა ნიაღვარი, სიძულვის დათრგუნვა და გაჩუმება. მნიშვნელოვანი აქ რა არის? ეს ყველაფერი წარსულში უნდა დავტოვოთ და გავიაზროთ, რომ პრინციპულად იმიტომ კი არ ვიბრძვით, რომ ვიღაცის სახელი გვარი არ მოგწონს. იმიტომ ვიბრძვით, რომ პრინციპულად სხვა საზოგადოება გვინდა და ეგეთ საქმეებზე და საკითხებზე წინასწარ ვიმსჯელოთ და არა მერე ურემი რო გადაბრუნდება. ეს ერთი. არჩევნებზე შესულებს რაც შეეხება და არჩევნების შედეგებს. დავიწყოთ იქიდან რომ დადასტურდა. ჩვენ ვართ აპარტეიდის მმართველობის ქვეშ. ის რაც დავინახეთ ახლა უკვე ციფრებით, ხო? წინა არჩევნებზე ციფრებით, მაგრამ ახლა გამოკვეთილი ციფრებით, რომ ჩვენ ქვეყანას მართავს უმრავლესობა. დემოკრატია, ხალხის მმართველობა აპრიორი გულისხმობს, რომ უმრავლესობამ გარკვეული წესით არჩეულმა უნდა მართოს ქვეყანა. კოალიციის გარეშე დღეს ჩვენ ქვეყანას მართავს ძალიან მწირი უმცირესობა, გინდა თბილისში, გინდა მთელ ქვეყანაში. თავისივე ციფრებით, თავისი საჯარო მოხელეებით, მოსყიდვით, გამგებლებით და ყველაფრით, ეს არის უმცირესობა. გადაავლეთ ევროპულ დემოკრატია, იმით არის დემოკრატია, რომ როდესაც ერთი პარტია ყავს ეგეთი 20 და 25 და 30%-იანი, მერე ის კრიბავს 2-3 კოალიციას, ძალაუფლება ბალანსდება და ქვეყანა ასე იმართება. ჩვენ ვართ უმცირესობის მმართველობაში, ფორმებზე საერთოდ აღარ ვეთქვი, ეს არის აპარტეიდი. ეს ცალსახაა, რაც შეეხება წუხვარ იმ შედეგებზე, რომელიც დადგა არჩევნებში შესული 2 პარტიისთვის, განსაკუთრებით ბრემენელი ბუსიკოსის პარტიისთვის, იმიტომ რომ ცხადია რომ მისი მოცემულობა რეალურად ჩამოუვარდება ჩემი პარტიის მოცემულობას 2021 წელს. მან 10 ჯერ მოიკლო მის მხარდაჭერმა თბილისში, 10 ჯერ მოიკლო, ის ნაკლებია ვიდრე პარტია ხალხისთვის მხარდაჭერა 2021 წელს. კი ბატონო, ანა, აი თქვენს Facebook გვერდზე შევედი, ეხლა სადაც წერთ. 2025 წელი ადგილობრივი არჩევნები ფაქტი ნომერი 1. 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებში თბილისში რეგისტრირებული იყო 1,43,482 ამომრჩეველი, საიდანაც კახაკალაძემ მიიღო 214,872 ხმა. კახაკალაძეს თბილისელების მხოლოდ 20,59%-მა დაუჭირა მხარი. ასე დაგისვა მკითხვას
თქვენც რომ მიგეღოთ თქვენს პარტიასაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, როგორ ფიქრობთ, შესაძლოა თუ არა რომ უფრო დაბალი ყოფილიყო კალაძის მხარდაჭერის მაჩვენებელი და დღეს 6 ოქტომბერია გქონოდა ისეთი ვითარება, აი ჩემი წინასწომრები ამბობდნენ რომ აი სადღაც რომ არიან თუნდაც საკრებულოებშიო ლელოს წარმომადგენლებიო, აი თქვენც რომ მიგეღოთ მონაწილეობა, რომ აი თქვენი წარმომადგენლებიც რომ ყოფილიყვნენ სადღაც არ ვიცი რეგიონებში, თბილისში თუ ასე შემდეგ, ეს უკეთესი მოცემულობა იქნებოდა თუ ის მოცემულობა რაც დღეს გვაქვს. გულწრფელ პასუხს. ნამდვილად და სიამოვნებით ვიტყვი რომ სწორედ იმიტომ ვეძახი აი ამ მოცემულობას მე ძველ ოპოზიციას რომ ეს მოცემულობა და ეს კითხვები რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ რეალობას ეკუთვნის, რომელიც ჩვენ დავკარგეთ და რომელიც დაინგრა და რომელიც თვით დესტრუქციით დაანგრიეს სხვათა შორის. ის ხალხი, რომელიც ამ ალტერნატიულ რეალობებს განიხილავს, ეს მე ხო არა ვარ, არა ვიღაცები არიან ამბობენ, რომ ესე რო ყოფილიყო, ხვანაირად იქნებოდა. მე ვფიქრობ, საერთოდ უნდა მიეჩვიონ საკუთარ პასუხისმგებლობაზე საუბარს. ის რომ ყველა არ შევიდა არჩევნებში, იგივე ის პარტიები არიან პასუხისმგებლები, რომლებიც ორი გარეთ დარჩა და ორი შიგნით, ხო? აქ მე და თქვენ არაფერ შუაში არ ვართ. ანუ ვინც ამბობს და საუბრობს რეალობაზე, რომელიც უნდა შემდგარიყო 1 წლის წინ, ნამდვილად შეიძლება ყოფილიყო ალტერნატიული, როდესაც ყველა პარტია თუ შევიდოდა არჩევნებში, არა ასე ცალ-ცალკე, ან ყველა პარტია დარჩებოდა შეურიგებლობაში. ეს იქნებოდა იდეალური სცენარი. ის რაც დღეს ხდება, რას მოიტანდა? იცით რა არის, ჩვენ ვერ ვიტყვით რას მოიტანდა, უკეთეს შედეგი გამარჯვებას მოიტანდა თუ არა, მოიტანდა თუ არა ძალიან დიდ კრიზისს. ვერაფერს ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ეს ალტერნატიული რეალობა არის. ფაქტი არის შემდეგი. ეს 7 თვე თუ რამდენი თითქმის 1 წელი გავიდა დღემდე თვითონ აი ამ სუბიექტებმა, რომლებიც დღეს გვესაუბრებიან, რომლებმაც ისე დააყენეს თუნდაც მერების კანდიდატები, რომ რა ვინმე სხვასთან გაიარეს კონსულტაცია, ანუ თვითონ მათ წარმართეს უპასუხისმგებლოდ მთელი ეს პროცესი 4-ვე შემადგენლობამ, რომელიც მე შეგახსენებთ ჯერ კიდევ თებერვალში იყო პირველი დისკუსია, საჯარო დისკუსია იმაზე, შევდივართ არჩევნებში თუ არა, ამას ასე ვინაკეთებს ანა. 4 კოალიციაში, 4 პარტიას შორის, რომლებიც არიან რეალურად სანგრებში, ისეთ საომარ სიტუაციაში არიან. პირველი შეხვედრა, ჩემთვის ცნობილი პირველი შეხვედრა, ყოველ შემთხვევაში, გაიმართა საჯაროდ პოლიტპატიმრების მშობლების თანდასწრებით, სადაც ჩამოძაისვა კითხვა. გავდივართ თუ არა თვითმმართველობის არჩევნებში. ეს ყველაფერი ეს სიმახინჯე 1 წელია გრძელდება და მე ამას ვემიჯნები. ეს ამბავი დამთავრებულია და პრინციპში შეიძლება ითქვას ალბათ დამთავრდა ძალიან ლოგიკურადაც, რომ ის ხალხი, რომელიც არჩევნებში შევიდა, მათ იწვნიეს შედეგი, ძალიან სერიოზული და უარყოფითი შედეგი. ლელოს შედეგიც უნდა ვთქვა სიმართლე, განახევრებულია, მაგრამ ეს მარტო ბოიკოტის შედეგი არ არის, ეს კოალიციის ეფექტიც არის. ეხლა უნდა გავიხსენოთ, რომ ის 180,000 ხმა ბევრი სუბიექტის ხმა იყო. და ახლა ჩამოვიდა ეს იქამდე, სადაც არის ლელო, ხო? ნახეთ, ამას გეკითხებით, რომ თქვენც რომ მიგეღოთ თქო არჩევნებში მონაწილეობა, უკეთესი შედეგის დადება შეიძლებოდა თუ არა თქო? მე პირადად რომ იმეღო? ნუ აი თუნდაც კოალიციის ნაწილში არ გამოეყოლოდით, არ გამოყოფოდით თუ ლელოს და მიგეღოთ, აი როგორც ეხლა ხაზი გაუსვით, რომ მარტო ლელოსო, იმიტომ აქვს ნაკლები მაჩვენებელი, რომ მაშინ კოალიციით ვიყავით და უფრო მეტი იყო და ხო და მაგას გეკითხებით, ქალბატონო ანა, რომ აი თქვენც რომ ყოფილიყავით და მიგეღოთ არჩევნებში მონაწილეობა, უფრო მეტი წარმომადგენელი გეყოლებოდათ თუ არა დღეს თუნდაც თვითმმართველობაში, იმიტომ რომ დღეს თქვენ არ გყავთ წარმომადგენელი არსად, ბოიკოტში ვინც არიან, იმათაც არსად არ გყავთ წარმომადგენელი, დარჩა ლელო, რომელსაც შეიძლება არც ისე საუკეთესო შედეგი აქვს, მაგრამ რა ვიცი, რამდენი კაციც არის, სადღაც არიან ისინი. სამწუხაროდ მე თქვენ წინა საუბარსაც მოვისმინე და კიდევ ერთხელ ხაზ გაუსვავ, რომ სამწუხაროდ ჩვენი ოპოზიციური პარტიები არიან აბსოლუტურად უნიათოები ადგილობრივი თვითმმართველობის გამოყენების. არა, მე დავასრულებ. ხო, მე გეტყვით, რომ მე თბილისის საკრებულოში ჩემ ერთ წევრს აქამდე 4 წლის განმავლობაში წარდგენილი აქვს 13 ინიციატივა. და იმ პარტიებს, რომლებიც აქამდეც იყვნენ თბილისის საკრებულოში და რომელსაც წევრები ყავდათ თითქმის მთელი ქვეყნის საკრებულოებში, რომელიც ცნობილი ინიციატივა იცით? ხო და ანა, ასეთ ერთი კაცითაც თუ ასეთი ეფექტური იყავით თქო, ამას გეკითხებით, შეიძლება ახლა უკეთესი მაჩვენებელი გქონოდა და 3 კაცი გყოლოდა და ამ შესაძლებლობაზე რატო თქვით თქო უარი? დღევანდელი გადმოსახედიდანაც სწორი გადაწყვეტილება გქონია? მოგახსენებთ, იმიტომ რომ პირველი თქვენი აქცენტი იმაზე, რომ დღეს რომ ვიღაც მოხვდა საკრებულოში, ეს მათთვის ან ვინმესთვის შედეგის მომტანია არასწორია ნომერ პირველი.
არასტორია იქიდან გამომდინარე, რომ იგივე პარტიები აქამდე, ჯერ ეს ერთი აქამდე თქვენ რომ ეკითხებოდით, აი პარლამენტს რო არ იყენებენ, იქნებ საკრებულო გამოიყენონ როგორც ასპარეზი. ერთი წერია საკრებულოს წევრები ბოიკოტში არიან აქამდე. მათ შეეძლოთ მანამდე პარლამენტში არ ყოფილიყვნენ და საკრებულოში რომ დაენგრიათ იქაურობა, მაგალითად, როდესაც კალაძე ბიუჯეტს იღებდა. ამას არ აკეთებდნენ იგივე პარტიები. ჯერ ეს ერთი, თქვენი აქცენტი საკრებულოს ეფექტურობაზე, ისინი კარგად გამოიყენებენ. არის მცდარი. ეხლა მეორე. შედეგის მომტანი არჩევნებში იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ის ვითარება, როდესაც შევიდოდა ან 4-ვე დიდი გაერთიანება, ან არ შევიდოდა არც ერთ. თქვენ უფრო რომლისკენ იხრებოდით? მე თავიდანვე მიმაჩნდა, ამასთან დაკავშირებით. ან ყველა არჩევნებში, ან არც ერთი, რომლისკენ იხრებოდით? მე ძალიან მწუხვარ. არც ერთი, ვინაიდან ბოიკოტში დარჩით, ამიტომ რომ ნახეთ, ძალიან მწუხვარ, რომ მოცემულობა, სადაც აი ზუსტად ისევე როგორც ამ ამბოხთან დაკავშირებით 4 ოქტომბრის დამხობასთან დაკავშირებით. მოცემულობა წინა თვეების განმავლობაში და ეს მიმაჩნია ჩვენი ზუსტად ძველი ოპოზიციის ჩავარდნად, რომელიც მე მინდა რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის ჩემ დაბადების დღეზე დავტოვოთ. იმიტომ რომ არავით არის სივრცე მათ თავისი მეთოდებით არც ერთმა მხარემ მე რამე თქვენ გეტყვით ახლა რა გახარიამ გამართა დისკუსია არჩევნებში შევიდეთ თუ არაო თუ რა დაცუნცულებდა სადღაც და ჩუმად გააფორმა ლელოსთან მემორანდუმი. ანუ რომელმა შექმნა რაღაცა დიდი მრგვალი მაგი და სხვა დიდ კოალიციებთან ერთად რომ ამ თემაზე გვემსჯელა. მათ ყველამ დააშავეს, შედეგიც მივიღეთ შესაბამისი. რაც შეეხება გამარჯვებულს აქედან ვინც გამოვიდა, ძალიან მნიშვნელოვანია. 4 ოქტომბერს მე უყურებდი იქ რაც მოხდა და მთავარი იყო რომ აქციაზე გამოსული ძალიან დიდი რაოდენობის ხალხის უმეტესობა იყო ისევ ოპტიმისტურად, ისევ იყო შეურიგებლად და იმ პრინციპის გამო გამოსული, რასაც ქვია ქართული ოცნების ცვლილება. ეს ისევ ძალაშია. კი ბატონო, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ანა დოლიძე იყო ჩვენი ეთერის სტუმარი. ჩვენ რამდენიმე წუთით უნდა გავიდეთ ახლა რეკლამაზე და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით. უახლესი ისტორიის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური